ყველა მისი რივალიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ერთი წამით ახლა ძალიან მაინტერესებს. ბატონ მიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. ასე გამოდის, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ეხმარებოდა რუსული გავლენის ტიპები, რუსული ფულით, რუსული დეზინფორმაციული ხერხებით ეხმარებიან ტრამპს. აქ ყოველთვის ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო-ბოლო არ უნდა გავბედოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო, ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში, ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი. მაგრამ ხვდებით, ხო? რუსული. მე მგონი ამ სიტყვის ასეთი მოყვარული ხალხი, როგორც ნასაგენტურაში ან სოფლიოში არასდროს. სოფლიო რეკორდსმენები არიან სიტყვა რუსულის ხსენები.